ეს განკითხვის დღეა ლიკუდში, რადგან კანდიდატები იბრძვიან პარტიის მომავალი ქნესეთის სიის გამსვლელი ადგილების შემცირებული რაოდენობისთვის. საარჩევნო უბნები ღია დარჩება კიდევ 1 საათით, საღამოს 9 საათამდე ისრაელის დროით, რათა დაახლოებით 140,000-მა რეგისტრირებულმა ლიკუდის წევრმა მისცეს ხმა. ამჟამად ლიკუდს 32 მანდატი აქვს, მაგრამ საზოგადოებრივი გამოკითხვები პარტიას მხოლოდ 22-24 მანდატს უწინასწარ მეტყველებს ოქტომბრის არჩევნებში. 9 ადგილი უკვე დაჯავშნილია. 8 მათგანი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ პირადად შეარჩია, ხოლო დამატებითი ადგილი თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცს ეკუთვნის. ეს ნიშნავს, რომ ეხლა 124 კანდიდატი დაახლოებით 15 ადგილისთვის იბრძვის. ამ პროცესს ძალიან ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ის რეალურ წარმოდგენას იძლევა, როგორი იქნება ლიკუდი და შესაძლოა, როგორი მთავრობა შეიძლება ბენიამინ ნეთანიაჰუმ უხელმძღვანელოს ოქტომბრის შემდეგ. ეხლა პირდაპირ ეთერში გადავერთოთ იერუსალიმში, სადაც ჩვენი 24 News-ის კორესპონდენტი ჯო ბრაუნი მთელი დღის განმავლობაში ერთ-ერთ საარჩევნო უბნიდან აშუქებდა მოვლენებს. ჯო, საარჩევნო უბნები დაახლოებით 1 საათში უნდა დაიხუროს. მოდი დავიწყოთ იმით, როგორი იყო ამ დრომდე ამომრჩეველთა აქტივობა. ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა დაახლოებით 43% შეადგენს. ეს მონაცემი დაახლოებით 30 წუთის წინ გამოცხადდა და ეს რიცხვი სწრაფად გაიზრდება. ეს არის 61,000 ამომრჩეველი, დაახლოებით 140,000 უფლებამოსილი ლიკუდის წევრიდან, რომლებსაც ხმის მიცემა შეუძლიათ. ახლა მთლიანობაში მოლოდინია, რომ აქტივობა იქნება 50-დან 55%-მდე. ასე იყო ბოლო რამდენიმე პრაიმერის დროსაც, მაგრამ ამჯერად ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი ცოტა როგორც ხედავთ ჩემს უკან, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, ვისაც ბიულეტენი არ ჩაუგდია და ისინი ჯერ კიდევ ველოდებიან ხმის მიცემას. დიახ, ნამდვილად სავსეა დარბაზი, სადაც თქვენ იმყოფებით, ჯო. რას გეუბნებიან ზოგიერთი ლიკუდის წევრი? რა არის მათი მთავარი შეშფოთებები, რომლებიც საარჩევნო კაბინეტში მიაქვთ? მინდა რაღაც გიჩვენოთ, რადგან ეს საკმაოდ საინტერესოა. თუ შეხედავთ საარჩევნო უბნის შესასვლელს და ინახავთ რიგს, იმედი მაქვს, რომ ხედავთ, რადგან იმდენი ხალხია, რომ რიგი ნამდვილად არის. პოლიტიკოსების რიგია. წინა მხარეს არიან მირი რეგევი, იაირ ლაპიდი. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჩამოართვან ხელი. ეს ბოლო წინა საარჩევნო კამპანიის მცდელობებია. ყველაზე წინა მხარეს კი კნესეთის წევრი დგას, ამით ჰალევი. და მე მას ცოტა ხნის წინ ვესაუბრე და მან მითხრა, რომ არ ნერვიულობს იმაზე, რომ ეხლა ბევრად ნაკლები ადგილია ლიკუდის სიაში, როგორც თქვენ ახსენეთ, მაგრამ ის ფეხზე დგას, იქ დგას, ხელს ართმევს ხალხს და ცდილობს ბოლო რამდენიმე ხმა მოიპოვოს, რაც აქ ვარ, სინამდვილეში უფრო დიდხანსაც. ასე რომ მთელი დღე ამას აკეთებს. ეს არ არის იმის ნიშანი, რომ ვინმეს არ ეშინია, მაგრამ მათ ნამდვილად აქვთ მიზეზი ინერვიულონ, რადგან მიზეზი, რის გამოც ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა სიისთვის რეზერვირებული ადამიანების რაოდენობა გაესამაგებინა, 3-დან თრიანობაში 9-მდე გაზარდა. იმიტომ რომ მას არ სურდა პარტიაში ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც მას გააკრიტიკებდნენ, შესაძლოა ლიდერობისთვისაც კი ებრძოლათ მის წინააღმდეგ და მას სურდა შეეჩერებინა რადიკალი მემარჯვენეების აღზევება, რომლებიც ცენტრის დამომრჩევლებს დააფრთხობდნენ. ერთ-ერთი ასეთი რადიკალი მემარჯვენე სწორედ ჩემს უკან დგას. გონი ახლახან გაიარა ტალი გოტლიბმა, ის ლიკუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია. ლიკუდის წევრებს შორის ჩატარებული ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ის მეორე ადგილზე გავიდა ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსებს შორის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შემდეგ. თუმცა საინტერესოა, რომ პირველ ადგილზე კნესეთის სპიკერი ამირ ჰანა იყო, რომელიც ასევე სადღაც ჩემს უკან დგას. ადრე მასთან საუბარი მოვახერხე. დიდი ალბათობით ის ლიკუდის სიაში დაახლოებით 15-დან 20-მდე მოგებიან ადგილს შორის ერთ-ერთს დაიკავებს. მაგრამ კითხე, გქონდა თუ არა მას რაიმე შეშფოთება თავისი კოლეგების გამო, რომელთაგანაც ბევრის პოლიტიკური კარიერა დღეს ღამით დასრულდება. აი რა მითხრა მან. ლიკუდის წევრები ლიკუდში შიდა პარტიული დემოკრატიით სარგებლობენ. მათ შეუძლიათ აირჩიონ, ვინ იქნება ლიკუდის ლიდერი. მათ უკვე აირჩიეს ნეთანიაჰუ და ვინ გახდება ქნესეთის წევრები. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ის გავლენას მოახდენს იმ გამარჯვებაზე, რომლის მიღწევასაც ვიმედოვნებთ 27 ოქტომბერს. ჩვენ გვჭირდება ძალიან გამოცდილი გუნდი, რომელიც იქნება ძალიან იდეოლოგიური, მტკიცე და გადამწყვეტი და მე ვენდობი ლიკუდის ამომრჩევლებს, რომ ამას გააკეთებენ. თქვენ ნამდვილად მოვლენების ეპიცენტრში ხართ, ჯო. მადლობა, რომ მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გვაწვდით ინფორმაციას იერუსალიმის საარჩევნო ცენტრიდან. მადლობა. ეხლა მინდა ეს საუბარი სტუდიაში გადავიდანო. ჩემთან ერთად არის პოლიტიკური ანალიტიკოსი გილ ჰოფმანი. გილ, მადლობა, რომ დღეს საღამოს ჩვენთან ერთად ხართ. ბევრი რამ ჯერ კიდევ ვითარდება, სანამ საუბრობთ. სავარაუდოდ ლიკუდის პრაიმერიზის შედეგებს შუაღამის შემდეგ გავიგებთ, მაგრამ როცა ეს მონაცემები გვექნება, რას მიაქცევთ ყურადღებას? ორი რამ მაინტერესებს, ნიკო. პირველი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბენიამინ ნეთანიაჰუს
ნეთანიაჰუსთან ახლოს არიან და მას დაუჭერენ ხარს თუ პირიქით პრობლემებს შეუქმნიან. და არიან თუ არა ეს ადამიანები ქნესეთის წევრები, რომლებიც იმდენად მემარჯვენეებად ითვლებიან, რომ შესაძლოა ამ ურჩევლების ნაწილი ცენტრისტულ პარტიებს გადაჰკარგონ. რაც შეიძლება 1 ან 2 მანდატის გადანაწილებას გამოიწვევს. რაც საკმარისი იქნება მეორე მხარისთვის, რომ 61 მანდატი მიიღოს და ბენიამინ ნეთანიაჰუ გადაარენოს. აი ამას ეძებს მეორე მხარე. ისინი ემზადებიან, რომ ნახონ, ვის შეეძლებათ გააკრიტიკონ. ზუსტად ისე, როგორც ლიკუდმა გააკეთა, როცა დემოკრატების პარტიამ, რომელიც უფრო მარცხნივ იყო, პრაიმერი ჩაატარა. რას უნდა ველოდოთ ამ მომრჩეველთა აქტივობისგან ამ ეტაპზე? ჯერ კიდევ ვიღებთ მონაცემებს და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს მომდევნო საათშიც კი. შეიძლება საარჩევნო უბნების დახურვაც კი გადადონ თუ ბევრი ადამიანი მივა. მაგრამ რას ნიშნავს ეს იმაზე თუ როგორ სურთ ადამიანებს, რომ მათი ხმა პარტიაში გაისმას? ამ შემთხვევაში მათ სასარგებლოდ უნდა ვივარაუდოთ, ნიკოლე. იცი, ეს დემოკრატიის დღესასწაულია. ეს ერთ-ერთი ბოლო პრაიმერია, სადაც პოლიტიკოსები პირადად არიან, ხელს ართმევენ და ბავშვებს კოცნიან. საბოლოოდ ყველაფერი ონლაინში გადავა. ამიტომ ეხლა პოლიტიკოსები არიგებენ ნატინებს, კამფეტებს საკუთარი სურათით, როგორც ძველ კარგ დროში. ამიტომაც აქტივობა ესეთია. აგვისტოა. ზოგი ადამიანი დასასვენებლადაა წასული. ზოგს საერთოდ არ აინტერესებს, მაგრამ ნახევარზე მეტი მაინც მივა არჩევნებზე. როგორც ყოველთვის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომაც არის ეს ყველაფერი ესეთი სახალისო. თუ თალი გოტლიბი ან სხვა კანდიდატი, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს სიაში ქვედა პოზიციაზე სურს, ამ წევრების ხმების შედეგად უფრო მაღალ პოზიციაზე აღმოჩნდება. რა გავლენა ექნება ამას ნეთანიაჰუს პარტიის გზავნილზე ოქტომბრის არჩევნების წინ? ის ნამდვილად არ მისცემს მას პარტიის სახელით საუბრის უფლებას. ან სულ მცირე ეცდება ამის უფლება არ მისცეს. იცით, მას ყავს საკუთარი ხელით შერჩეული სპიკერები. და შემდეგ მაქსიმალურად ცდილობს სხვები დამალოს. და შემდეგ მეორე მხარე მას თავის საარჩევნო რეკლამებში გამოიყენებს. ნეთანიაჰუ ამ პრაიმერიზების ოსტატია. მახსოვს ერთი პრაიმერი, სადაც ის პირდაპირ ამერიკიდან ჩამოვიდა და კონდიცირებული კარავანი ჰქონდა. მაშინ, როცა ყველა სხვა პოლიტიკოსი გარეთ ოფისში ცურავდა, ის ყოველ ნახევარ საათში ბრუნდებოდა შიგნით, იბანავდა და იცვლიდა კოსტიუმს. ყოველთვის $1,000,000 გამოიყურებოდა. რაც არ უნდა მოხდეს ამ პრაიმერში, ის თავის სიას მაქსიმალურად კარგად წარმოაჩენს. თუნდაც სინამდვილეში ასე არ იყოს. კი, ამ პრაიმერიზებამდე კიდევ ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი ტამარ ბენ-გვირი ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამტკიცებს, რომ 8 მაღალი თანამდებობის მქონე ლიკუდის წევრმა სთხოვა ოცმა იეჰუდა შეუდით შეუერთდნენ სწორედ ამ პრაიმერების წინა საღამოს. ახლა მან უარი უთხრა მათ თხოვნას, მაგრამ რას მიუთითებს ეს თვით ლიკუდის მინისტრებისა და პარლამენტარების განწყობაზე ამ პრაიმერში? როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბევრია კანდიდატი ძალიან ცოტა ადგილზე. 40 მინისტრი და ქნესეთის წევრი იბრძვის 15 ადგილზე. ეს სრულიად ლოგიკურია. ისინი ეძებენ სარეზერვო გეგმას. მაგრამ იმ ულტრამემარჯვენე პარტიაში გაწევრიანება ეს ისა, რასაც დარწმუნებული ვარ, ნეთანიაჰუს კრიტიკოსები ჩაიწერენ, რომ საჭირო დროს გამოიყენონ მის გასაკრიტიკებლად. მაგრამ არ გაგიკვირდეთ. ლიკუდში ერთი მინისტრია. მისი სახელია მაი გოლანი. ის ადრე ოცმა იეჰუდიტში იყო, შეიძლება ისევ დაბრუნდეს იქ. და არ გაგიკვირდეთ თუ ბენ-გვირი მართლაც მიიღებს მას. კარგი, ეს ის საკითხებია, რასაც ნამდვილად დავაკვირდებით ხვალ დილის საათებში, როგორც ჩანს. გილ ჰოფმანი, მადლობა ამ ახსნისთვის.